თქვენ ქალბატონები ბრძანდებით? არავინ. ელექტრომოძრავის შემადგენლობის სარემონტო ქარხნის ქალბატონი თანამშრომლის ეს რამდენიმე წამიანი რეპლიკა ივანიშვილის რეჟიმის არსია. ქალბატონი არავინ ალბათ ვერც მიხვდა, რომ მისი ქცევა ივანიშვილის მიერ გამოყვანილი ვითომ მოქალაქის მოდელია, რომლის საბოლოო ჩამოყალიბება გაფორმებისთვის რუსული რეჟიმი ასე გამხეცებული იბრძვის. დასამალი რა გაქვს? ერთი წამი. დასამალი რა გაქვს? დირექტორი ხართ, რატომ აღავთ? თქვენ ქალბატონები ბრძანდებით? არავინ არავინ ხართ? არავინა ვარ. თან სტატუსი არ გაქვს? არა მაქვს. დასაკეთებ. არაფერს არ ვაკეთებ. აი ხო ხედავთ, არაფერს არ ვაკეთებ. ადამიანის მოქალაქის პიროვნების დაცვის ლოზუნგით და სხვა უამრავ ტყუილთან ერთად ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილის მთავარი საზრუნავი ახლა ადამიანის მოქალაქის პიროვნების განადგურებაა. სახელმწიფოს განადგურების შემდეგ ახლა ადამიანი უნდა გაანადგუროს. თავისუფალი ადამიანი ივანიშვილის ყველაზე დიდი კოშმარია. მის რუსულცნობიერებაში ვერ ჯდება დამოუკიდებელი აზროვნება, ნამდვილი მოქალაქის არსი და ის პროტესტი, რომელიც ახლა მხოლოდ რუსთაველზე კი არა, ყველგან არის ტრანსპორტში, სამზარეულოში, სოფლის ორღობებში, ბაზარში, მაღაზიის რიგში, სკოლებში, ბაღებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამინისტროებში, მერიებში, გამგეობებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში და რაც მთავარია, ქართულ ოცნებაში. ივანიშვილმა ახლა ზუსტად იცის, რომ მისი მმართველობა არაფერზე არ დგას. თუ კარგად დააკვირდებით ეგრეთ წოდებულ პრემიერს, მინისტრებს, მათ გარემოცვას, 20%-იან მერს, ვითომ დეპუტატებს და ასე შემდეგ პროპაგანდისტებს, მიხვდებით, რომ მათი გამომეტყველებით საქმე არათუ კარგად, ძალიან ცუდად არის. ივანიშვილის ხელისუფლება ახლა მხოლოდ პროპაგანდის ილუზიაზე დგას. ილუზია კი დასასრულს უახლოვდება. ივანიშვილი ახლა ერთგვარად კრემლის ყასაბს წააგავს, რომელსაც ომის წარმოების თავი არ აქვს და თავის ვითომ ტაქტიკით დროს იგებს, რადგან ომის დასრულება შესაძლოა მისთვის უფრო დიდი უბედურება იყოს. თუმცა იცის, რომ მაინც დასრულდება. ომის გაგრძელებით კი მხოლოდ არსებობას იხანგრძლივებს. რა თქმა უნდა, მასშტაბების შედარება არ შეიძლება, მაგრამ ისევე როგორც კრემლის პოლიტ და ბიზნეს ელიტა, სოლაკის თუ აბასტუმის ვითომ პოლიტ და ბიზნეს ელიტაც ახლა მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ ირაკლისთან რაღაც შეკრებებზე, ბიზნეს ფორუმებზე, პრეზენტაციებზე დადის და თავს აკნევს, დროს იხანგრძლივებს და რაღაც მომენტს ელოდება ხვის ხარჯემო გადარჩეს, რადგან მიუხედავად მორჩილების იცის, რომ იმ ერთ კაც გამარჯვების კი არა, გადარჩენის გეგმაც არ აქვს. მას ელიტები აღარ ენდობიან. ხალხს 2012 წლიდან და მანამდეაც ატყუებდა, ელიტებმაც იცოდნენ, რომ ტყუილში იყვნენ, მაგრამ ტყუილში ცხოვრება არჩიეს და მოიხოჭეს. ხალხის ხარჯზე გამდიდნენ, მაგრამ ახლა მორჩილ ბიზნესს ყველაფერი წინ აქვს. ბოდიში და დაჩიმორებულო ბიზნესმენებო, ხარბებო, ერთ დილას, რომელიც მშვენიერი იქნება, უცებ მიხვდებით, რომ ყველაფერი ერთ წამში დამთავრდა. აი ისევე როგორც უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, ლექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, მიხვდებით, რომ დუმარე მორჩილება საკმარისი აღარ იქნება. მერწმუნეთ ეს დრო შორს არ არის და სულ ტყუილად იმშვიდებთ თავს და ნუ გონიათ, რომ გაასწრებთ ან იმას შეირიგებთ, ისი გატანაც მოახერხეთ. მან თქვენი ყველა გადაადგილება იცის, აეროპორტის ტრასაზე დაგიჭერთ აი მშვენიერ დილას, რადგან მას დიდი ხანია მუხრუჭი აღარ აქვს, საკუთარი მონამორჩილებით ჩაყარა დილეგში და წარმოიდგინეთ თქვენ რას გიზამთ, ვირი საბანო თქვენთვის გამზადებული აქვს და ბანო ჩხარტიშვილთან აუდიენციები, მამუკა მდინარეძესთან მასლათი ვერ გიშველით, თავისი გაჭირვებიათ. ეგრეთ წოდებულ თავისიანებს პარტიის წევრებს არც ერთ დონეზე აღარ ენდობა. ამაზე ერთ ამბავს მოგიყვებით, ოღონდ სიტყვაზე უნდა მენდოთ. იმ ჩატიდან, რომელიც რეჟიმის არადამიანების და სიბილწის სახებ დ სამხარაძემ შექმნა, ჯერჯერობით სკრინი არ მაქვს. გაბატონებული პარტიის რეგიონალური სამსახურის ეგრეთ წოდებულმა უფროსმა რეგიონების პარტიის ხელმძღვანელებს პარტაქტივის და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების კონტროლი დაავალა. ცენტრმა უნდა იცოდეს ყველა შეკრება ხუთკაციანიც რომ იყოს. ცენტრისთვის აღარ არის საკმარისი სუსის თვალთვალი. სამზარეულო შორების შინაარსი ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა, რადგან საკუთარ იგებში დობადაკარგულმა იცის, მასზე ჩურჩული შეიძლება, მაგრამ ხმამაღალ საუბარში გადაიზარდოს. იცის, რომ შიში გაილია, პროპაგანდა არ მუშაობს, იზოლაცია დღითიდღე იზრდება, ფულიც გამოილია, ტყუილი აღარ იყიდება, რაც მთავარია, ბატონის რეიტინგი განულდა. ხალხის რისხვით გამოწვეულში საერთაშორისო სანქციების მოახლოება ემატება. ვიცი ახლა ბევრი თქვენ განიტყვის ამ სანქციებს რამდენი წელი ველოდოთ, სად არისო მერწმუნეთ მუშაობს და ეს რომ მასია ივანიშვილის ქმედებებით აიხსნება.
მაგალითების ჩამოცვლა ბევრი შეიძლება, მაგრამ ერთი საკმარისია ბოლოა და თვალსაჩინო. ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის მანქანის 1000 ლარად გაყიდვა. მე რომ ბევრი წიაღწევით არ დაგღალოთ, რომან გოცელიძის მიერ სოციალურ ქსელში ამ თემაზე გამოქვეყნებული ორი განცხადების გაერთიანებულ ვერსიას შემოგთავაზე. ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის გაყიდვის შესახებ სასაცილოა. ამ კომპანიის ღირებულება 0 ლარით კი არ არის. დიდი ხანია იგი გაკოტრებულია. ვიღაცებს ფორმალურად გადაუფორმეს წილები. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მონაცემებით 2024 წლის მდგომარეობით მისი დავალიანება 454 მილიონი ლარი იყო. 2025 წლის ზარალის ჩათვლით ვალი 9 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. იმედი, ისევე როგორც რუსთავი 2, შავი ფულით ფინანსდება. რუსთავი 2 ზარალი 200 მილიონ ლარს აღწევს. მას ჭიათურისა და ზესტაფონის მუშებისგან ნაძარცვი ფულით ინახავენ. ჯორჯიან მანგანეზის შავი ფული ოფშორებში ილექება და იქედან შემოდის უკან. იმედს ძირითადად ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები აფინანსებენ. მილიონობით თანხების წარმომავლობა უცნობია. გაკოტრებული კომპანიის წილის 50% თურმე შეისყიდეს იმედის დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა. ამას ოცნების მომხრე ბრიყვიც კი არ დაიჯერებს. წილის მეორე ნახევარიც ფიქტიურადაა გადაფორმებული. დაიყოლიეს ვიღაცა, შეჰპირდნენ ალბათ მათ სხვა ბიზნესებში სასათბურე პირობებს და იმედის ძველი კრიმინალური სქემით და ფინანსების გაგრძელებას. იმედს თავისი არსებობის მანძილზე მოგება არასდროს მიუღია და რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ვინმეს მისი ყიდვის. შეტენეს ვიღაცებს რაღაცის სანაცვლოდ, შარში თავის გაყოფა ფული ღირს. რატომ ჩამოიცილა რუხაძემ და კომპანიამ იმედი თავიდან? ყველაზე რეალური მისი დასანქცირება იყო. ამით მათი ბიზნესებით დარტყმების ქვეშ ექცეოდა. მეტალურგია, ცემენტი, ბანკი, კომუნიკაციები და სხვა. ამ ბიზნესების ნაწილში ივანიშვილიცაა წილში. გამოდის, რომ რუხაძის კომპანიის დასანქცირებას მომენტალურად ივანიშვილის კომპანიებიც მიყვება. გამოდის, რომ რუხაძის კომპანიის დასანქცირებას მომენტალურად ივანიშვილის კომპანიებიც მიყვებოდა. იმედში და რუსთავიორში 10 წლის განმავლობაში შავი ფულის ჩასხმის საქმე გამოუძიებელი არ დარჩება. სწორედ ამაზეა ნათქვამი, რომ ხელნაწერები არ იწვიან. იქ, სადაც ხელნაწერები არ იწვიან, საბანკო გადარიცხვები რომ საერთოდ ცეცხლგამძლეა და ყირმაგამძლეები რომ იქნებიან, ეს აქსიომაა. რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს ბიზნესმენს თუ ბიზნესმენებს, რომლებაც გადაიფორმეს 500 მილიონ ლარზე მეტი ვალის მქონე ტელევიზია, იმედის 50%-იანი წილი. კომპანია, რომლის აქტივები არის 25 მილიონი ლარი, 2022 წლის მონაცემებით. სულ აგერეგე რომ დაშალო და გაყიდო, მხოლოდ 2024 წელს მიღებული ზარალის ნახევარსაც კი ვერ დაფარავს. კომპანია, რომელმაც იმედი იყიდა ამ კრიმინალურ სქემაში მონაწილეობას ან შანტაჟის გამო დათანხმდა, ან დიდი სიკეთეების დაპირების სანაცვლოდ. ზარალის დაფინანსებას ძველი წესით კვლავ ივანიშვილი რომ გააგრძელებს, ეს ნათელია. ეს ბიზნესმენები უკვე სანქცირებული არაფორმალური მმართველის პარტნიორები ხდებიან, რითაც ძალიან ირთულებენ ცხოვრებას. რატომ? ივანიშვილის მონატყოფნა თუ რას ნიშნავს ეს ქართულ ბიჭებმა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს. რუხაძე ამერიკის მოქალაქე მაინც არის, რაც გარკვეულ იმუნიტეტს აძლევდა პერსონალური სანქციების თვალსაზრისით. ეს ახალი მეწილეები კი რის ფასად აპირებენ ივანიშვილისთვის საფლავში ჩაყოლას, ან საკუთარ ბიზნესს, ან საკუთარ ოჯახებს რატომ აგდებენ რისკის ქვეშ. სწორედ ამაში ჩანს მათი მორალური სახე. ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორს ალბათ ჰგონია, რომ ამიტომ გაყიდვით საკუთარ თავს გადაეჩეს, თუმცა ჩემთვის და დიდი ალბათობით ყველასთვის და პირველ რიგში ქოცრუს გრუზინისთვის ვითომ გაყიდვა ისევე როგორც ყველაფერი დიდი ტყუილია და იმის მანიშნებელია, რომ დასავლური სანქციები ახლოს არის, ძალიან ახლოს. რუხაძე დასასანქცირებელთა ხუთეულშიც კი არის და ვითომ გაქცევა მას ვერ უშველის, ისევე როგორც ივანიშვილს. ივანიშვილის სინდიკატი, მისი პროპაგანდა და პროპაგანდის დამგეგმავები ისეთი არეულები არიან, რომ ბევრი იფიქრეს, ცოტა იფიქრეს, მოიფიქრეს. არაღიარებულები ვართ, ვაღიარეთ, თორემ დაგიჭერთო. სამთებელას ვინმე ლმ ძველების დახრილების შემდეგ რუსული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მოლაპარაკე თავი და პროპაგანდის უსაკმარლესი რესპონდენტი ვითომ არაფერიო და ვითომ მოწმედელთაზე ინიციატივით გამოვიდა. ვინ არ გვაღიარებს და ვინც არ გვაღიარებს დავიჭიროთო. ვერ მიხვდა რომ ამ ინიციატივით საკუთარი ვითომ პარტია ხელისუფლების არალეგიტიმურობა დაადასტურა. მის ზემოულდელ განცხადებაში ყველაფერთან ერთად ხმის ტემბრი და ინტონაცია იყო. რაღაცნაირი ანგლობა და თან გერმანიას გააქილიკა. რიტორიკულად იკითხა, ხომ დემოკრატიული ქვეყანააო. გერმანიაში 2025 წელს ერთ-ერთი პოლიტიკური
ესე რომ ვთქვათ მოძრაობა აკრძალეს და იქ არგუმენტები რაც იყო ჩამოთვლილი სხვა შორის ვიღაცებს ფაგონებს საქართველოში ანუ გერმანია ხა დემოკრატიული ქვეყანა არის ხო და ნახეთ მიზეზები არის რომ ესე იგი პოლიტიკური მოძრაობა რომელიც არ აღიარებს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას ვებსაც მოუწოდებს ანალოგიური ქმედებებისკენ და ეს იყო მიზეზი რატომაც აიგზალა ეს პოლიტიკური მოძრაობა გერმანიაში და ჩვენც ხო არ ვიფიქროთ რაიმე ტიპის სანქციებზე ფინალდის ცოტა ჩინური ვერსიის ინტონაცია იყო მაგრამ თავად ვინმე ლმ საზოგადოებას კალდის შტაბის უფროსობით და ამ შტაბის წინ ზონდერების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბებით დაამახსოვრდა. 20%-იანს რა თქმა უნდა ისე მიუბრუნდები, ისევე როგორც ამ დარბებაში მონაწილე ვინმე ილია მიქელაშვილს. ვისაც არ გეცნოთ, გეტყვით რომ ეს ვინმე ილია მიქელაშვილი პროპაგანდის ახალი მფლობელია. მფლობელი რა თქმა უნდა ბჭყალები. რა თქმა უნდა ვინმე ლმს იდეა პარტიამ აიტაცა და ვინ თუ არა ცოცხალი ტროლი შეპე აბობოქრდა. აქ არ არის არა ეს აქ საუბარი არ არის მიხეილ ყაველაშვილზე არ არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე აქ საუბარია საქართველოზე როგორც სახელმწიფოზე მის აღიარებაზე მისი კონსტიტუციური ორგანოების აღიარებაზე კიდევ ერთხელ ქვეყნის აღიარება ქვეყნის ჩვენი სახელმწიფოს აღიარება ზოგიერთ უცხოელს გონია ხაჭაპურის აღიარება რომ ჩამოვიდა იტყვის რომ ხაჭაპური კარგი გაქვთ და ცეკვა გაქვთ კარგი და სიმღერა გაქვთ კარგი როგორც გვეუბნებოდნენ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს და სახელმწიფოს არ გვიღიარებდნენ აი ესე არის ზოგი უცხოელი რომ კარგი ხაჭაპური გაქვთ კარგი ღვინო კარგი ცეკვა მორჩა დანარჩენი რაც შეეხება თქვენ სახელმწიფოს ჩვენ რასაც გეტყვით ის უნდა აკეთოთ ნეტა მართლა დაიჭერდეთ კიდევ ერთ პრეზიდენტს მაგრამ ეგიც არ გამეკურდება მე იქნებ ვინმესთან უფრო კარგად ივაჭროთ მაგრამ რომ ვეღარავისთან ვაჭრობთ და იცით რატომ ამაზე პასუხი გლობალური კონტექსტიდან მოგვიანებით მანამდე კი გილოცავთ ხალხო გილოცავთ ორბელიანის სასახლის ბინადარმა ჰაბიტუსის გულობიზე მოწონებულმა ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონმა იზოლაცია გაარღვია მილანში ჩავიდა ფიგურული ფიგურების გუნდ შეხვდა და შემდეგ დიპ სტეიტის ლიდერებთან როგორებიც არიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ფოტოები გადაიღო ცოტა ფრთხილად ორბელიანის სასახლის ბინადარო ეგრევინ შეხვდა მაგნებს ზოგი ციხეში ზოგიც კი არქივშია მაგრამ კოგნიტური დისონანსიც თავისას შვება როცა იცი რომ არავინ ხარ არალეგიტიმური ხარ და არავინ გაღიარებს ხან ტრამპის ზარსელოდები ხან კი ფოტოებს იღებ იმასთან ვისაც შენი ბელადის კარის ფილოსოფოსი კვირაში ერთხელ დიპ სტეიტად აცხადებს ოცნების მომხრეებს თუ ასეთი დარჩით სადმე მინდა კითხოთ დიდით რომ სოლო კაპასტუმან ურეკი ჭორვილის ფილოსოფოსის ვრცელ წელს ისმენთ პროპაგანდის მიერ გახმოვანებულს ხომ არ გეუბნებით კითხულობთ თქო და იჯერებთ რომ ტრამპი მთელი ევროპა დიპ სტეიტია გლობალური ომის პარტია ბიზნეს განადგურება ქართულობის მოშლა ქართული კაცის ძალით გათხოვება უნდა და იქვე ისმენთ რომ ორბელენის სასახლის ბინადარს შეხვედრა ჰქონდა რუბიო ვენსთან და ამას როგორც დღესასწაულს ისეყვება პროპაგანდა კითხვა არ გიჩნდებათ აი ეს ტრამპი და მისი გარემოსა დიპ სტეიტის მართულები არიან თუ არა მივხვდი ორბელენის სასახლის ბინადარმა ხასიათი გამოავლინა ბელას პარტიას შინაგანაწეს აუჯანყდა და დამოუკიდებელი პოლიტიკური სულები დაიწყო აი კაკ ფუტბოლი რა გლობალურ მოედანზე მატაობა დაიწყო ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ისე კი დიპ სტეიტელებს მსგავსი ფოტოები მილანიდან ძალიან ბევრი აქვთ მაგრამ რატომაც მათ ოფიციალურ გვერდებზე ქართველი ფოტოგრაფის ჩაკარტიჭკებულები არ მოხვდა ნეტა რატომ რადიკალები დაბლოკავდნენ. რეალობა კი ის არის, რომ ამ 2-3 ფოტოთი ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს მის არალეგიტიმურობას რაიმე კონტური შეზძინოს, თუმცა ამაოდ. რატომ ამაოდ? პასუხი ცოცხალი ტროლისგან შეპესგან. რაღაც რუსული გაიდლაინი აქვს, აი პუტინის ცხენის, ქართველების, უკრაინელების და ახლა უკვე სომხების მოძულე ლავროვის ნოვი რეალიიდან. ხმა ტროლის გამოსახულება მისი ბატონის. ნაწყვეტი პირველი მეგაგალაქტიკური უმწვავესი დებატებიდან. დაიხედეთ გარეთ 2026 წელი დგას, აღარ არის 23 წელი. მორჩა ის სამყარო აღარ არსებობს. ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ. კი, შეპე 2026-ია. და თქვენი მოდელის ლიდერები ამ ახალ სამყაროში ვეღარ ივაჭრებენ. თქვენი რუსული კალენდარი გლობალური კონტექსტიდან ამოვარდნილია და ეგ ორი ფოტო და მოქმედი ირაკლის დუბაიში სეირნობა ვერ გიშველით. But it's a very weird country. ძალიან უცნაური ქვეყანა
ოდენა დიპლომატიის წარმოებისთვის, როცა იმ ადამიანთან ვერ საუბრობ, რომელიც ქვეყანას მართავს. ეს ყველაფერს ართულებს და ვითარებას აბსურდულს ხდის. ამ ყველაფერს ორბელენის სასახლის ბინადის ფოტოზე მოხვედრილი ვიცე-პრეზიდენტი ირანზე ამბობს, რომ არ მეთქვა, რომ ირანზეაო ძალიან ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა, რომ საქართველოზე ამბობს. თუ მიუშვით აიათოლების რეჟიმზე უარეს იზამს, მაგრამ დღეს უკვე ხომ გვაქვს ბევრი მსგავსება, თუნდაც ამ განცხადებაში, ვის ელაპარაკო ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან შათირას, შეპეს, თუ მოქმედი ირაკლის, თუ ჰაბიტუს მოწონებულს, რომელი მართავს რამეს ან რომელია საკუთარ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი. ისინი ხომ არაფერს წარმოადგენენ და მათი სიძლიერე მხოლოდ პროპაგანდის ყუთშია. ისინი ხომ მხოლოდ დახურულ პოლიციით გარშემორტყმულ სივრცეში არსებობენ, რომ კითხო 1,200,000 მოქალაქის სახელით საუბრობენ და რომელი ხათ ეგრე დარწმუნებული საკუთარ ლეგიტიმურობაში, სახალხო სიყვარულში და რომელს გაქვს გამბედაობა მიხვიდეთ ბაზარში, შეხვიდეთ სუპერმარკეტში, კუთხის მაღაზიაში, იმგზავროთ მეტროთი ან ავტობუსით, ან თუნდაც იუსტიციის სახლში მიხვიდეთ, სადაც მომსახურება გაძვირდა. მაღაზია და ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაზე რა ხდება? სუსი იძიებს? თუ მილიონერების კამისია ეყოფა და დაიბარებენ ბათუმის ვითომ საკრებულოს იმ წევრებს 30 თეთრი 70 რომ გონიათ. დღეს ქალს არ ქონდა ფული, ვერ გაატარა, ჩამოიყვანეს ძირში და დააჯარინა. ან თქვენ შეესწარით ამ შემთხვევას? კი ბატონო, იქ ვიყავ, ვეჭხუბი, მაგრამ არ ეჭხუბი. სახელმწიფო მისცა უფლება გლეხებს იკერენ, 70 კაპიკზე აჯარიმებენ და გვერდებზე არ უყურებენ. ან დააჯარიმეს ქალი რა თქმა უნდა, კი. მან ვერ გადაიხადა 70. არ ქონდა დააჯარიმ. ველაპარაკი, მეთქი ქალბატონო, მე უნდა გაუტარო აგერ. არ დააჯარიმო. რო არ აქვს, იმას კიდე რაღაც არ თუ. ვის ჯიბეზე ცხოვრობენ? საკრებულო მიმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყვეტეს საკრებულო თავმჯდომარე რა, ციდან ჩამობრენილია? ბათუმში ვერ დადის? მეზობლები არ ყავს, ხალხი არ ყავს. იქ ვინც შეყარეს, ხო იმათ არც სიცხულია და არც ნამუსი და არც ქართველობა. რამდენად იაფდება ეხლა ჩვენი ცხოვრება? კობახიძე ამბობდა რომ გაიაფდება საკონტროლო. კობახიძე მისთვის იაფდება, არა. ფულები აკატენილი. რა, მისთვის გაიაფდა, ჩვენთვის რა გაიაფდა? 30 კაპიკი უბრალოდ ავტობუსი და ახლა არის 70 კაპიკი. ანუ გაიაფდა. არასდროს არაფერი არ გაიაფდება, სანამ საქართველოში გლეხობა არ მოვა სათავეში. კომისია, რომელიც მსჯელობს ამ საკვირველთების გაიაფებაზე, ამ კომისიის თავმჯდომარე არის მილიონერი დეპუტატი. რადგან შეიძლება ველოდოთ იმას, რომ მან შეიძლება იზრუნოს. იმა 1 მილიონი აქვს და 2 ნაგახადოს, მაგას ვეღარ ხდებით, რა თქმა უნდა. 60 წლის არც პენსია, მაგრამ არც ამუშო. მე რითი ის 30 კაპიკი რომ დაამატა. 40 თეთრით გაძვირდა. 40 თეთრით რომ გაძვირდა. თუ ორჯერ დავждებოდი ავტობუსში, ახლა ერთხელ უნდა დავждე. დანარჩენი ფეხით. ხალხს ბოლო ელზე ფეხს ნუ დაადგავთ. ნუ გაბიბილდით, მაგა ამ ფულებმა შეგჭამე ბიჭო, ამი გაქრენ ამდენ. აი ამ ბატონს ხალხის ხმა რომ არის, ვინ დაელაპარაკება, ვინ აუხსის რომ კი არ გაძვირდა, გაიაფთა ცხოვრება და ეკონომიკა რომ ორნიშნა უნდა იგზნოს და დაინახოს და ნუ არის აყოლილი საბოტაჟნიკებს და რადიკალებს და ის თქვენი სუვერენი ხალხზე დამაშვალი როდის გავიდა ბოლოს ხალხში ან საერთოდ სად არის ბალახის შრიალში ისევ არის იქნება ხვალ ახალი წერილი ამ კვირაში ცოტა იყო ევროპის და ამერიკის წაგება რას იტყვიან კრემლში კრემლი რომელია აი ის 14 წელს მანძილზე ერთხელ რომ არ გამოგივლენიათ მისი აგენტურა ეს ის კრემლია გარანტიებსაც რომ არ გაძლევთ ეს ის კრემლია მის შავ ხვრელად რომ აქციეთ მიტაცებული ეს ის კრემლია ერთი გადაკურულ რომ არ დაგცდენიათ მის პოლიტიკურ გავლენებზე აქ მართულ დაფინანსებულ დაჯგუფებებზე რომლებთანაც ახლა კიდევ ერთი კუკლა მასკარადი ჯამბაზობა დებატები უნდა გამართოთ თემაზე კი თუ არა ევროპას რუსული ფული საქართველოში ალბათ შემოდის და არ ამგონია რომ ეს კონტროლდებოდეს უბრალოდ ეს ნაკლებად არის გრანტების სახით კი იყო ერთი-ორი ორგანიზაცია ადრეულ წლებში ხლა არც ვიცი მე ამიტომ ხალხის ძალის ვითომ ლიდერის და ოსნების ყველაზე დიდი ოპონენტის ამ განცხადებას აღიარებად აღვიქვა. მეტი რა თქვას ან რა ქნას. ამის დროც მოვა როცა მხოლოდ ეს არა სხვების წუთში ხელს ჩამოისვამენ და ამაზე მეც მოყობიან. ქალბატონმა კოსმა მართალია თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში და სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე და შუა დერეფანზე, ისე რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ ვკითხა. ცოცხალო ტროლო შეპე ხვალ რომ ვიცე-პრეზიდენტი გადაგიფრენს ჩავა აზერბაიჯანში სომხეთში ისაუბრებს შუა დერეფანზე რეგიონის უსაფრთხოებაზე ამერიკულ ინვესტიციებზე პერსპექტივებზე ტრამპის მარშრუტზე ირანზე თურქეთზე და შავ ზღვაზე მაგაზე როგორ ხარ
თუ შათი რა ხსნის მორიგ ბოდუწერილში, რომ ვიცე-პრეზიდენტმა დაამონა დაიმორჩილა ბაქო და ერევანი, სუვერენიტეტის შეულახა იდენტობა წაართვა და ჩვენ ამ რეგიონალურ ამბავში, რომელიც რეგიონის მასშტაბს დიდი ხანია გასცდა და გლობალური 20-26 წლის პოლიტიკური კალენდრის უნიშნულესი ნაწილი გახდა, სად ვართ? გამახსენდა რუსკი მირში, ანუ რუსების უკანალში. პირდაპირ საქართველოდან სანამ 20%-იანი გადანაჩანები ქალაქისთვის მოიცლის ავტობუსით ან მეტროთი იმგზავრებს და მადლიერ ამომრჩეველს შეხვდება დაცვის და პრესსამსახურის ამალის გარეშე და საკუთარი თვალით ნახავს როგორ უყვართ ის ფილისელებს მანამდე ევროპის რებრენდინგზე ფიქრობს. ევროპულ ბიუროკრატიასაც თუ შევხედავთ, მე მგონი ყველა დამეთანხმება იმაში, რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში და საინტერესო არის, კიდევ უფრო საინტერესოა ევროპელ ხალხს რო გითხოთ, უბრალოდ თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროპულ ბიუროკრატიაზე, აი მოისმენთ ამ ხალხის რეალურ შეფასებას, რეალურ დამოკიდებულებას. კატასტროფა ხდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ევროპული ბიუროკრატია, რასაც ჭირდება აუცილებლად განახლება, ჭირდება რებრენდინგი. საწყალი ევროპაა, კიდევ კარგი რომ მერი კალაძე არსებობს. კიდევ კარგი რომ ივანიშვილი დგას ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე, თორემ რა ეშველებოდა ეკონომიკას, ჩამოქცეულ ევროპას. რეალურად კი ევროპა საკუთარი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, იმ ახალ პოლიტიკური კალენდრით, სადაც ივანიშვილი ვერ და არ არის ცხოვრებას იწყებს. ამათთვის კი ქართული ხალხის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე ახალი ევროპა, ახალი სამყაროა 2026-ის, სადაც ივანიშვილის გრუზიას ადგილი არ არის. ქართველობის, ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის, რწმენის, მეობის, იდენტობის დამცველები ხომ გახსოვთ კალაძის შტაბის წინ ზონდერები, აი მშვიდობიან მოქალაქეებს რომ თავს დაესხნენ. იცით მადრიგებში ვინ იყო? არ გეცნობთ, მაგრამ ვინმე ილია მიქელაშვილია მოახლოებული სანქციების შიშით ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორმა რუხაძემ პროპაგანდის მანქანა 1000 ლარად რომ მიყიდა. ლოგიკურია დარბევების, მოქალაქების დაწეოკების, წამების, ზონდერების, ბარბილთა რაზმების, დიდი ალბათობით მშვიდობიანი მომიტინგების, ქიმიური იარაღით მოწამვლის, ექსოლაშქარებას გარდაცვალების, კორუფციის, აღებმიცემობის, ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამправებელი ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელი ფურცელზე რა თქმა უნდა მარბილი უნდა იყოს. ეს ის პროპაგანდა, რომელიც სახელმწიფოს განადგურებას და ერთად ადამიანის მოქალაქის პიროვნების განადგურებაში მონაწილეობს. თქვენ ქალბატონები ბრძანდებით? არავინ. გამხეცებული, შეშინებული პროპაგანდაში ძალის დემონსტრებით თავს რომ მიშვიდებს რეჟიმი, რეპრესიების ამ ახალი ტალღით არ დაკმაყოფილდება და ვისაც ახლა ჯერ კიდევ გონიათ რომ თქვენ კარზე რეჟიმი არ დაკოკუნებს, იცოდეთ რომ კუბოზე მიწის მიყრის ხმაზე უარეს ხმას, რეპრესიების კაკუნის ხმას სწორედ მაშინ გაიგებთ, როცა არ ელოდებით. მერე 2028-ს მოვა და თქვენ ალბათ ისევ გეკრემათ არჩევნებით რეჟიმის ცვლილების იმედი. გახსოვთ 2012-ში რომ ამბობთ ეს წავიდეს და ამ ხიხოს როცა გვინდა გადავირჩევთო. ვერ შეცვალეთ და ვერ შეცვლით, თუ ახლა ვერ გააცნობიერეთ რომ რეჟიმი ძლიერია კი არა სუსტია. უშიშარი კი არა მშიშარაა. თუ ვერ გააცნობიერეთ რომ სახელმწიფოს გაუქმების შემდეგ მოქალაქის გაუქმების, გაქრობის სპეცოპერაციაა. თუ ვერ გააცნობიერეთ რომ მდუმარე მორჩილება საკმარისი არ იქნება და მაგ მდუმარებისთვისაც დაიჯდებით. ხვალ ვერაფერს შეცვლით, რადგან თქვენი შვილების ნაწილი თუ გაასწრეს ემიგრაციაში იქნებიან, ვინც ვერ გაასწრებს საკაში და მერე იმ ვითომ არჩევნებზე მისვლაც ისეთივე ფორმალობა იქნება, როგორც პუტინის რუსეთშია, როგორც ლუკაშენკოს ბელორუსიაშია და მერე ითვალეთ, ვინ უფრო დიდხანს შეინარჩუნ რეჟიმი, ლუკაშენკომ, პუტინმა თუ ივანიშვილმა, თუ თბილისიდან 1200 კილომეტრში აიათოლამ. დღეს 8 თებერვალია უკვე გაუქმებული უნივერსიტეტის გახსნის დღე. თუ დასწავდა მომავალ წელს ყველანი ერთად მიზეიმებთ ბიზნეს მიერ გაერთიანებული უნივერსიტეტების პირველ საიუბილეო თარიღს. დღეს 8 თებერვალია 4856 დღე, რაც ივანიშვილი მიტაცებულს მართავს და ჯიჯგნის. ბევრია, ძალიან ბევრი. 4856 დღე. აიათოლების 47 წლიან მმართველობას სულ რაღაც 34 წლის ჩამორჩება. დანარჩენი არითმეტიკა თქვენთვის მომინდია. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.